პირველ რიგში აქ ძალიან კარგად ჩანს ივანიშვილის ხასიათი, როდესაც მის პირად საქმეს ეხება. ეს ყველაფერში ზუსტად ისევე აისახება. ანალოგიური იყო, როდესაც მას პირადად შეეხო მის ქონებას წინა რეჟიმი და მარტო მან დაიბრუნა თავისი ქონება და სხვა თითქმის არავის არ დაუბრუნებია იმ მასშტაბში, ყოველ შემთხვევაში რა მასშტაბში ხვება დაკარგეს. რაღაცეები იყო ხ მანქანები და რაღაცეები. ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც ანალოგიური არის, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი დამნაშავე, სახელმწიფო დამნაშავე დღემდე საზღვარგარეთ არის და რატომღაც არანაირ გარიგებებზე არ მიდის, თქვათ, არც ერთ ხელისუფლებასთან ივანიშვილი, რომ სახელმწიფო დამნაშავეები ჩამოიყვანოს, წინა რეჟიმს გულისხმობ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სიმართლე შეეფერება ის ამბავი, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში არის გაცვლილი ბაჩიაშვილის საკითხი. ის დასკვნა გამოიტანეთ. იცით რა არის, ლოგიკურია ძალიან. ანუ სხვა ალტერნატიული ინფორმაცია ამის ეს რო უარყოს და თქვათ გაფანტოს ეჭვები ჯერჯერობით არ არის. ამიტომ არსებულ ინფორმაციაში ეს არის ძალიან ლოგიკური. აბსოლუტურად ლოგიკური. ამიტომ აქ თუ რამე ალტერნატიული წყარო არ შემოვა ამას ალტერნატივა არ აქვს ამ ცნობადობას და ამ მეხსიერებას და ეს დაილექა უკვე საზოგადოებაში, რომ ქართველი კაცი, რომელმაც ამხელა წარმატებას მიაღწია, თავისი თողონ სახელმწიფოს დახმარება იყო ჩათვალეთ 100%-დან 15%. ეხლა მე მახსოვს პოლოლიკაშვილის არჩევნები, მაშინ სხვა მთავრობა იყო, სხვა პრემიერ-მინისტრი იყო, კი გასაგებია, ეხლა დადიოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ის იყო ზღვაში წვეთი, რაც ამ კაცმა თავისთვის გააკეთა და შეძლო სხვა მომხრეების მობილიზება, ისე რომ ჩვენ არ ქონდა ამხელა რესურსი, ეხლა ძალიან დიდი სახელმწიფოები, იქ მან ის მოახერხა და ეს მისი გაყვალული გზა არის, ხმის უფლებაც მისი მოპოვებული, ეხლა ესე რომ მარტივად შეუძლიათ ხმა მიცენ და არ მიცენ. მიცეს ჩვენმა სახელმწიფომ, ესეც პოლოლიკაშვილის მოპოვებული არის და აი უცებ აი ამაში ყველაფერში გაიცვალა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კანდიდატურა ვერ გაიმარჯვებს. იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აი ესენი ვისაც ხარს უჭერენ ის კანდიდატურა ჩავარდეს. და ალბათ ამისთვის ბევრი აკეთებს და ბევრი არის ამაში ჩართული, რომ ეს კანდიდატურა ვერ გავიგეს, მაგრამ ეხლა ეს ამბავი ბაჩიაშვილს მაინც ვერ უშველის, ხო? ბაჩიაშვილი არის ამ გარიგების მსხვერპლი. კლასიკური გაგებით, როდესაც პროცედურების მიღმა ხორციელდება, ეხლა ეს რო ყოფილიყო დოკუმენტურად გაკეთებული რაღაც ინტერპოლის ამბობს, რომ ხელისუფლებას არ ქონდა კანონიერი გზა მისი ექსტრადირებისთვის, რომ ხსნილი იყო ინტერპოლიდან ადვოკატების მიმართვის შედეგი. ხო, ჩვენ ხო ზუსტად არ ვიცით. ანუ ეს პროცედურები ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე მხარეს ამბობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს უნდა წარმოედგინათ სასამართლოზე. ან უნდა არსებობდეს ეს დოკუმენტაციები ოფიციალურად იქ დაკავების, მე ამას უნდა აკავებდეს ინტერპოლის წარმომადგენლები, ინტერპოლის წარმომადგენლებთან უნდა ხდებოდეს ეს კომუნიკაცია, უნდა არსებობდეს ეს პროცედურული დოკუმენტაცია, უნდა იყოს გაფორმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კლასიკური მოტაცება არის. სადაც როგორც ერთი ქვეყანა არის ჩართული, ასევე მეორე ქვეყანა. არ გაგიკვირდათ ისე ივანიშვილის ბუნება ახსენეთ და არ გამოიწვია კითხვის ნიშნები ამ თვალსაზრისით? რა თვალსაზრისით, ეხა ივანიშვილისთვის პრინციპის ყველაფერს გააკეთებ და უბრალოდ სადაც აქ მიწვდა, ავიცი, ხა სხვა ქვეყანაში ვერ მიწვდებოდა, ეხა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ვერ მიწვდებოდა, არ ვიცი, ალბათ ეს გარიგებაც რო არ შემდგარიყო, ესე მარტივად ბაჩიაშვილს არავინ არ მიცემდა მას. მაგრამ კლასიკური გაგებით მოტაცება არის, გატაცება არის, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არის, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ის დოკუმენტაცია, რაც ჭირდება ინტერპოლის მხრიდან თავის პროცედურებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ამაში ჩართული არის ასევე გაიაშვილის კომპანია, ეს ბატონ გაიაშვილს ძალიან სერიოზული საფრთხის წინ აყენებს და მის მომავალს ძალიან სერიოზულად საფრთხეს უქმნის, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ახლა მას თავისი ცოდვები ეყოფა თავისი ხარბიდან გამომდინარე, მაგრამ აქ უკვე კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა არის, იმიტომ რომ მათაც ხო უნდა ქონდეთ საფუძველი, თქვათ, ფული არ გადაუხდია ბაჩიაშვილს, ხო, იმ ბილეთში რა ჩამოიყვანეს, თქვათ, აბუ-დაბიდან. ეხლა კითხვა ხო უნდა დაესვა, სად მიყავართ, რატომ მიყავართ, მანახეთ რის საფუძველზე მიყავართ. არანაირი დოკუმენტაცია თუ არ არსებობს, მაშინ კომპანია, იურიდიული კომპანიაც დანაშაულში თანამონაწილეა თავის დამფუძნებლით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა გაიაშვილის თანხმობის გარეშე, ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სულ რაღაცა რამოდენიმე ბორტი ყავს, ხო, თვითმფრინავის საჰაერო ხომალდის.
იქ მაგის ჩარევი ეხა ეს რო იყოს რაღაცა უდიდესი კომპანია კიდე 200 და 140 და რაღაცა ესეთი ძალიან დიდი რაოდენობის თვითმფრინავები რო ყავთ, მაგრამ ეხა სულ რამოდენიმე ბორტი ყავს, ნაწილს ქირაობს, ნაწილს არ იმაშება და ეხა მასთან შეთანხმების გარეშე რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა. თუ აირზენა არის, მე არ ვამბობ რომ ეს აირზენა არის, ბაჩიაშვილის სიტყვები არის, დიახ. დაჯგუფება უწოდა იმ პირებს, ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა და ასევე თქვა რომ ის ივანიშვილის პირადი პატიმარია და სწორედ მას ასამართლებს დღეს ასამართლო. მე და თქვენი პატიმარი რო არ არის ძალსახა არის, ბუნებრივია ივანიშვილის პირადი პატიმარია. პირდაპირ გეტყვით, შეიძლება აი სხვას არც არავის არ კონდეს მის მიმართ ინტერესი, პოლიტიკური ინტერესი გარდა ივანიშვილისა, ივანიშვილის გუნდში. ეს რა თქმა უნდა, მისი პირადი პატიმარი არის. ამას კითხვის დასმაც არ ჭირდება. ეს არ არის რაღაცა ისეთი პოლიტიკური საკითხი, ეს არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის რაღაცა მეს ამბავი და ეგოს ამბავი, რომ აი მაგარი ვარ და ვიცი ხა ეს რეალობა არის და მას ალბათ მაგრა ყიდის და ვიღაცეებს ამით აშინებს, რომ ვერსად ვერ გამექცევით და ვერსად დამემალებით. თუ ვინმე ამის გაქცევას აპირებთ, მერწმუნეთ, თუ კარგად გაიქცევით, დაემალებით, მაგრამ ანუ ეს შეუძლია. ანუ სხვებისთვისაც არის მათ შორის სიგნალი. ბუნებრივია ხა ეს ხო შიდა მოხმარებისთვის არის, რომ ყოველი შემძლე არის. კი, რა თქმა უნდა, ხა ივანიშვილს თუ ახლა ბელარუსიაში წახვალთ, გადმოგცემენ, თუ რუსეთში გაიქცევით, გადმოგცემენ. აზერბაიჯანი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ახლა რატომღაც აზერბაიჯანი არის გარეული ამ ამბავში და ახლა აზერბაიჯანს თუ რაღაცა გააჩნია, ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ ადგილობრივმა საელჩომ განცხადება უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ახლა მწვანე ზოლში ხო არ განმოფრინდებოდა ახლა მთელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბაჩიაშვილი და მანდა მაინც მწვანე ზოლში პარაშუტით ხო არ დაეშვებოდა, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, ამით აზერბაიჯანიც გახვიეს სკანდალში. აზერბაიჯანის სახელმწიფო, იმიტომ რომ წავიდა აი მუხთალის ვალი დაუბრუნა ის ქნა ხო ხდებით, ანუ ჩვენ საზოგადოებაში ამაზე საუბრობდნენ, ახლა ჩვენ გინდა არ გვინდა ამას თავს ხო ვერ მოვიტყუებთ, რასაც საუბრობენ ქუჩაში მასობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ტელეეთერში, ამაში არაფერი დასამალი არ არის, ესეთი ვარაუდები არსებობდა. ამიტომ დღეს მე ვფიქრობ აზერბაიჯანის სახელმწიფომ საელჩოს საშუალებით, ამასთან დაკავშირებით, ანუ ახლოეს პერიოდში ახსნა განმარტება უნდა გააკეთოს, რომ უნდა თქვას ეს ადამიანი მწვანე ზონაში მოხვდა ოფიციალური საზღვრიდან უკვე რაღაც მომენტში ხო შევიდა აზერბაიჯანში, თუ საერთოდ არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს ამბავი მათ რეპუტაციასაც რა თქმა უნდა ზიანს აყენებს. ეს სუსის ვერსიას თუ გავყვეთ. ხო, სუსის ვერსია, ანუ ეს არის ოფიციალური ვერსია არის. ოფიციალური ვერსია არის, მიხვდით და ან უნდა თქვან ან კი, ან არა, აქ ხო ვერ შეიძლება თავს ხო ვერ შეიკავებენ. ან უნდა დაადასტურონ სუსის ვერსია, ან უნდა დაადასტურონ ბაჩიაშვილის ვერსია. კი ბატონო. ლევან, კიდევ ერთ საკითხს მინდა გთხოვოთ შეფასება, ეს არის ივანიშვილი და სანქციები, აი კონკრეტულად ეს მიმართულება, რეალურად რამდენად აწუხებს ივანიშვილს შექმნილი ვითარება, აი ამერიკას კონტექსტს რო შევეხოთ, აი რაც ხდება ეს პასუხი, საელჩოს განცხადება და რუბიოს გზავნილები და ასე შემდეგ, ანუ აწუხებს თუ არა სანქციების ქვეშ ყოფნა და მეგობარი აქტის საბოლოოდ აღსრულების პერსპექტივა. აი არის თუ არა ეს ის რაც ძალიან კარგად გამოჩნდა თუნდაც ივანიშვილის პასუხში, ასეთი განცხადებები ყოველდღიურად და კვირეულად არ ვრცელდება. და ვფიქრობ მისი პოზიციონირების ასახსნელად ძალიან საილუსტრაციოდ ამის ძალიან კარგი საშუალებაა, ხო, ის სამგვერდიანი პასუხი, რომელიც გამოქვეყნდა, სხვათა შორის რამდენიმე წინდებიან განცხადებაზე, რომელიც საელჩოს ჰქონდა. აი რა სიტყვით თქვენ, რისი გამოვლინებაა ის სურათი, რაც ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში ივანიშვილთან დაკავშირებით? ივანიშვილისთვის ფული არის ყველაფერი. რელიგიაც, სამშობლოც, რა ვიცი, შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი, სიყვარულის თავარი ობიექტი არის, ანუ არ შეუძლია ამ ადამიანს მისი რაობა არის ამის ირგვლივ მოცული, ანუ ამ ფულისთვის ყველაფერს ზეწამსვლელი არის, ყველაფერს კოლცენტრებში კაცი ფულს შეურობს, აგერ რაღაც შექმნილი არის ამ ქვეყანაში კოლცენტრები, ხა ყველა მიცის ამას ხო ეს ხო მე ხო არ ვამბობ ამ მთელი თბილისიდან, მთელი საქართველო კოლცენტრზე ლაპარაკობს. თაღლითურ სქემაზე. და აქედან ივანიშვილს წილი მიდის ახლა პენსიონერებს აძარცვინებს ევროპაში აი ამ თაღლითურ ჯგუფებს.
ამ კრიმინალურ სინდიკატს და აქედანაც უნდა რომ თავის ჯიბეში ფული მოხვდეს. ყველაფრისგან ფულს შეულობს. ელექტროენერგიიდან ფულს შეულობს, ტრანზიტიდან ფულს შეულობს, სიგარეტიდან ფულს შეულობს, ნავთობპროდუქტებიდან, ყველაფრიდან ფული შედის ამ ადამიანს. აი ესე პირდაპირ მიედინება მშენებლობიდან ფულს შეულობს, ცემენტიდან ფულს შეულობს, აგერ ის რაღაც ცემენტი ხო აქ ჰაიდელბერგის ცემენტი ხო მაგისი გახდა. თბილისის მერის მშენებლობა, აი ყველაფრიდან ბათუმი და ყველაფრიდან ფულს შეულობს ეს კაცი. მისი ოჯახი, მისი სანათესაო, მისი კლანი. ანუ მათთვის ეს ფული არის რელიგია. აი პირდაპირ თავარი რაღაცა თაყვანისცემის ობიექტი არის ფული და თუ ხა მის ფულს თუნდაც მის დაგროვილ ფულს დიდ რაოდენობისას ვინმე საფრთხე შეუქმნის, ეს რა თქმა უნდა მისი ისტერიის საფუძველი იქნება. ხა თან ის თulis რომ ეს მისია, მისი ნაშრომი არის, სიბინძურით არის თუ რაღაცით მისი მორალით ნაშოვი არის, ხა მას ეგ მორალი აქვს, ხა ეკაცი არის, ხა მართლა გონიათ რომ რაღაცა წერილებში რო წერს რაღაცა დიდი ფასეულობების, რამის მატარებელი არის, ერთი ჩვეულებრივი მოსკოვში წასული 90-იანებში ფული ნაშოვი კაცია, რომ დაელაპარაკები გეგონება რაღაცა ვიღაც ჩვეულებრივი ჩარჩია. ამ თვალსაზრისით, ანუ მენტალურად ეს კაცი არის. ამიტომ მისთვის ეს მნიშვნელოვანი არის და ამის გამო ყველაფერს იკადრებს. სახელმწიფო ინტერესები ეხა პირდაპირ მნიშვნელობით ბუკვალურად ხო სახელმწიფო ინტერესში გაცვალა ბაჩიაშვილი, ზურაბ პოლოლიკაშვილი მესამე ვადით გაეროში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეს ხო დირექტორთა საბჭოს წევრი არის, ახლა წარმოიდგინე იქაური გაეროს დირექტორთა საბჭოს წევრი არის. და ზურაბ პოლოლიკაშვილი ქართულ ინტერესს ხო ვერაზოს ვერ დაემალებოდა, ვერაზოს აგერ არის. ყაზბეგზე დაბადებული ბიჭია, საბურთალოელი ხა, რომ ვერ დაემალება ხო ამ ქვეყნის ინტერესს. და გაზდილია ხო თბილისში საბურთალოზე ამ ქალაქში და ამ ქვეყნის წარმომადგენელიანი, ან გინდა არ გინდა ამ ქვეყნის ინტერესებს ვერ გაექცევა და სულ ამ ქვეყნის ინტერესებს ლობირებდა და შესაბამისი მისი ყოფნა ყველასთვის კარგი იყო, ამ ქვეყნისთვისაც კარგი იყო ტურიზმისთვის. ეხლა როგორ ფიქრობთ, ეხლა ვიღაც ემირატელი შეიხი ქალბატონი უფრო მეტად იზრუნებს ქართული ტურიზმის ინტერესებისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილის საბურთალოზე გაზდილი ადამიანი. რა თუნდა ამას კითხვის ნიშა, ამაში გაცვალა ეს ამბავი და ეხლა წარმოგიდგენიათ, ეხლა მისთვის სანქციები რა კატასტროფა არის, იმიტომ რომ ის მარტივად უყურებს, მას ძალის ეშინია. მარტო ძალას სცემს პატივს, სხვას არაფერს მას არანაირი ფასეულობა არ გააჩნია, ძალას სცემს პატივს. ეშინია რუსების გენეტიკური, აი უჯრედის დონეზე ეშინია, იმიტომ რომ მესმის იქ გაზდილია, იქ ნაშოვი აქვს ფული. იმ ძალის ეშინია, რომელიც ამ ფულის მოძრაობას შეაფერხებს. ყველას ეშინია, ვინც მის ფიზიკურ უსაფრთხოებას ან მის მატერიალურ ქონებას დაემუქრება და ესეთი ძალა მისი ფიზიკურობის თვალსაზრისით ის ფიქრობს, რომ რუსები არიან, სადაც ფიზიკური უსაფრთხოების თემებია და ფინანსური უსაფრთხოება და ფინანსური ამბები, რა თქმა უნდა, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მოწინავე ქვეყნები არიან და ნუ ეშინია და რა ქნას ეხა ჩვენ ამ შიშებს მას ვერ გადავალახიებ. ეს არ არის კაცი, რომელიც გმირია, ანუ ის ზაგრის გმირია, რომელიც იდეას შეეწირება. არაფერს არ შეეწირება. ფული რო არ დაკარგოს, მაგისთვის გაწირავს ყველას, მაგრამ ეს ის კაცი არ არის, აი ზღაპრებში რო არის, ხო იცით იდეებისთვის და რაღაც ლეგენდებში. ეს ის კაცი არის, რომელიც სადღაც ბოროტი გრძნეული ცხოვრობს სადღაც მთაში, ატერორებს მის ახლოს სოფლებს და ბოლოს მას ამარცხებენ. აი ეს არის მისი ზღაპრის ბოლო. და არა ის რო თქვათ ის რაღაცა ამ ქვეყნის გამო ეშაპოძე ავა და მეწამეობრივ ცხოვრები დაასრულებს თავის მოღვაწეობას. გასვლა, ანუ გუშინ ბევრი ვილაპარაკეთ ამაზე და ითქვა რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მათ შორის ახლა ეს გომელაურის წასვლა იქამდე სხვა პირების, აი ამას ეს რა შეგიძლია რომ დაუკავშირო და ასევე რა შეგიძლია თქვა კობახიძესთან დაკავშირებით, ხო, აი თქვა რომ პასუხისმგებლობას შესაძლოა გაურბოდეს ივანიშვილი და ამიტომ მას გაყავს სცენიდან მისი კადრები და კარტ ბლანშს აძლევს მთლიანად კობახიძეს იმ პერსპექტივით რომ საბოლოოდ მარტივად უნდა შეხედოთ. გადაიტანს კობახიძე არის ის ადამიანი, რამდენიც უნდა იმდენ ძალაუფლებას მიცემს ივანიშვილი, გადაბრუნდება დაიძინებს და საერთოდ არ ინერვიულებს, რომ ვიღაცამ რაღაცა შეიძლება მას საფრთხე შეუქმნა. სხვებთან მიმართებაში ამას ვერაზოს ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ სხვები ეწინააღმდეგებოდნენ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ბატონი გომელაურის ფაქტს. ბატონი გომელაური და
კიდე სხვა თანამდებობის პირები არიან კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია ბიძინა ივანიშვილმა ადამიანი კარგად გამოიყენოს, მერე გადააგდოს. მოისროლოს. ეხლა ჩვენ ხო თანხმდებით, რომ ერთ-ერთი мотиваცია გომელაურის გადაყენების არის უბრალოდ რუსეთის მაგნიცკის სიაში. ბიძინა ივანიშვილის მარტივი ამოცანა აქვს, მაქსიმალურად უნდა მოიშოროს ის ხალხი, ვის მან პრობლემებს. რა თქმა უნდა, პრობლემებს შეუქმნის ამხელა მასშტაბში, იმიტომ ეხლა მაგნიცკის სია ის ხო არ არის რაღაცა იმის სია. მაგნიცკის სია არის სია, სადაც წამებლები და ფაქტობრივად აი მანიაკის სტატუსის ხალხი ხდება, ანუ მანიაკალური მიდრეკილების სტატუსის და ესეთი ადამიანები მას გვერდში არ ჭირდება და ამან ანახა და ამ ხალხმაც უნდა გაიგოს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ხალხი არის ერთჯერადი გამოყენების აქტივები არიან, მატერიალური აქტივები არიან. აი ხა მაგალითად მათიკაშვილი მისთვის უფრო ნაკლები ფასეულობა არის, ვიდრე რაღაცა სოლოლაკში რო აქ რაღაც სკულპტურა ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერის, ხო? იმას უფრო მეტი ფასეულობა აქვს ვიდრე მათიკაშვილის, მაგრამ მათიკაშვილიც რაღაცა აქტივი არის მისი მატერიალური. მიხვდით, ანუ ასეთი არის კლასიკური გაგებით, ანუ სულიერი საგანი არ არის. ჩვეულებრივ თის მიაჭერს, რაღაცას გამოვა, რაღაც დააბრეხვებს სისულელეს, აი კაცი არის მისთვის. და ეს პარლამენტის წევრებიც ეგეთები არიან, პაპუაშვილსაც ეგროლი აქვს, დინარაძესაც ეგროლი აქვს. მატერიალური აქტივების როლი აქვს. არ დაჭირდება გადაის, როგორც კი აი დაკარგავს თავის ფულს, ანუ შეუმცირდება ფასი შეუმცირდება და ეს დაეკარგება, ну მე წავიდა, აღარ ჭირდება არაფერში. ესე კაცი არის ივანიშვილი და თუ ვინმეს უნდა რომ იყოს მოხმარების საგანი მის ანტურაჟში, კი ბატონო, ეს მათი ნებაა, მაგრამ გითხარით როგორ დამთავრდება ეს ზღაპარი რა, გრძნეულ კაცს თავის სასახლეში და ამხობენ და მორჩებათ. ლევან, პასუხისგებლობისგან ათავისუფლებს აი კონკრეტულ პირს, იგივე თქვენ ახსენეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც აღარ არის თანამდებობაზე. ხო, ჩვენ ვიცით რა სურათით დატოვა კონკრეტულად ამ პირმა თანამდებობა, არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, მათ შორის პოლიციელები ჩვენებებს აძლევენ იმ პირებთან დაკავშირებით სისტემის ტყვეების საქმეებზე, ათობით ასობით. ვისი პასუხისგებლობიდან განთავისუფლება? გომელაური განთავისუფლდება თუ არა მომავალში იმის გამო რომ კობახიძემ ჩაანაცვლა სხვა კანდიდატურით ამის გამო პასუხისგებლობასგან განთავისუფლდება კაცი რომელიც მაგნიცკის სიაში არის არ ვიცი თვითონ თუ ჯერა რომ განთავისუფლდება ჯეროდეს მე არ ვიცი მე არა ვარ ხა არც მარსაჯულების განხორციელებელი არც პროკურორი ვარ არც მოსამართლე მაგრამ როდესაც დადგება ეს საკითხები ვინც იქნება მაშინ ახალი პროკურატურა იმან უნდა იმსჯელოს ახლა თუ ისე ითანამშრომლა გომელაურმა რომ ამის გამო მას რაღაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ეს უკვე პროცედურის საკითხებია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამბავი არის და მომავალი პროკურატურა ვინც იქნება და მომავალი პროკურორები ვინც იქნებიან ისინი ეხემძღვანელებენ ამას მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ამხელა ამბავი ესე როგორ გადაიყრება წყალში მე დარწმუნებული ვარ ეხა არ მგონია თვითონაც კომფორტულად იყოს ეს ადამიანი, ხა ვიცნობ, ძალიან ახლო ვიცნობ ამ ადამიანს. ისე როგორ მოახერხა მაგნიცკის სიაში. ნუ მისი ცხოვრება, მისი ამბავი არის და ეს მანქანა ხო, ჩვენ ხო არ დაგვიძალებია არაფერი. ეს მისი არჩევანი არის. ამიტომ მისი ტვირთიანი მან უნდა აზიდოს ეს ტვირთი და მომავალში რა იქნება, ხა მე თქვენ წინასწარ ვერ გეტყვით. კი ბატონო, მადლობა. დიდი მადლობა ლევან დაგემშვიდობები. ლევან გოგიჩაიშვილი იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.